მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ვიცით უკვე ჩვენ, ნუ ვინც ახლა აკვირდება და ეზოტერიკით არის დაინტერესებული, რა თქმა უნდა, რომ უახლოვდება 08 რიცხვი, ხო? ლომის კარებში. ეს არის ძალიან არაჩვეულებრივი პერიოდი, სადაც შეგვიძლია ჩვენ ჩავიფიქროთ ჩვენი სურვილები და მე ვფიქრობ, რომ რაღაც даже პრაქტიკებსაც მივცემთ ჩემთან ქალთა სკოლაში. თუ არ იცით რა არის ეგ და თუ გაინტერესებთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და მოდით, იმიტომ რომ ასეთ პერიოდში ყველანაირად აი სრულდება ძალიან აი რაღაც სასწაულის სურვილები და დღეს ჩვენ ვნახოთ ეს გაშლა მოვამზადე კითხვები რომ ჩვენ ვნახოთ ანუ შენთვის ეს ენერგია რა არის შენ რას მოგიტანს რა რას გაგიხსნის შენ ეს ენერგია და რა უნდა დატოვო შენ უკვე წარსულში და რა შესაძლებლობები გაიხსნება შენთან და სად უნდა მიმართო შენ ეს ენერგია რომ უფრო იყოს შენთვის ზრდა ხო აი ვნახოთ ჩვენ კითხვები მზად მაქვს დაჯეკით ახლა მოამზადეთ ყავა ჩაი და ვნახოთ, იმიტომ რომ ეს მართლა არ გამოტოვოთ ეს დღე, იმიტომ რომ ძალიან სასწაულები ხდება. ამაგაზე даже მთელი კურსიც მქონდა, ახლა შეიძლება კალთა სკოლაში даже უფასოდ მივცემ გოგოებს, იმიტომ რომ მინდა რომ მიიღონ ეს არაჩვეულებრივი ენერგიები. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, იქნება მთავარი ენერგია, რომელიც შენ გაგიხსნის რა ეს დღე შენ ცხოვრებაში რა ენერგია რა იქნება ვნახოთ ახლა რა მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს სამყაროს შენთვის ზუსტად აი ეხლა რა უნდა გაიგო უკვე შენ რა უნდა დატოვო რისი დატოვების დრო უკვე არის მოსული აი წარსულში შე უკვე აღარ გჭირდება ეს ყველაფერი თუ აქეთ გავწევ რომ მქონდეს არ ვიცი ახლა აი აქეთაც დავდე რომ მინდა ხოლმე რომ დაინახოთ კარგით მე ჩაგიწერთ გაშლებს სადაც თქვენ ტაროსაც დაინახავთ კარგად ხო ისე მომწერეთ რომელი უფრო გირჩევნიათ ხშირად რომ გავაკეთო ხო რა შესაძლებლობები გაგიხსნება თქვენ ზუსტად ანუ რა შანს მოგიტანს თქვენ ეს დღე ეს ენერგიები რა შანს მოგცემს რა თქმა უნდა ჩვენ აი შანსებს ვნახავ და სად უნდა რა სფეროში შენ გელოდება უფრო აი ეს ზრდა რომელ სფეროში აი ვნახოთ და რა შეიძლება გახდეს დაბრყოლებაც ეგაც ვნახოთ ჩვენ რა იმიტომ რომ შეიძლება თქვათ რომ ყურადღება ხონდა მივაქციოთ მაგას და რა მოხდება თუ შენ მიიღებ ამ გზავნილს საერთოდ რა ცვლილებები უკვე მართლა მოვა შენთან. ნუ პრინციპში უკვე თქვენ მზად მისაღებად კი ხართ, თქვენი სული უკვე ნამდვილად ამას ელოდება, უკვე ნამდვილად გინდათ თქვენ რომ ეს მიიღოთ, ეს განძები და უკვე აქ თქვენ აი მართლა გააქვთ ძალიან კარგი განწყობა იმაზე რომ აი უნდა მივიღო უკვე ეს მინდა რომ მივიღო, იმიტომ რომ თქვენ უკვე აი მართლა ელოდებით რა მოხდება, რა იქნება და ვნახოთ ახლა ნუ რა თქმა უნდა აქ ახლა გაჩერდება ის ვისაც ახლა ჯერა ესმის შეიძლება გაგკეთებიეთ რამე პრაქტიკები მაგ დღეებში და ვნახოთ აბა პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს თავარი ენერგია რომელიც ახლა რა ენერგიას გააქტიურება უკვე დღეს რა ენერგიას და ნუ აქ არის რაღაცა ახალი იქნება სხვათა შორის რა არის იცით რაზეც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რაზეც თქვენ შეიძლება ოცნებობდით ხო რაზეც შეიძლება არჩევანს აკეთებდით ნუ აი მოდით აბა კიდე მაინც გავხსნი ახლა აქ აი უფრო რას გვაჩვენებენ რა მთავარი ენერგია შენთვის რა არის ეს აი აქ თითქოს აი თავიდან დაიწყება და სხვათა შორის აქ როგორი მომენტი არის იცით და რას გეტყვით იცით აი ეს არის ის მომენტი როცა შენ რაღაცას ფიქრობდი შენ რაღაცაზე ოცნებობდი და შეიძლება ზოგი ფიქრობდა და გიყურებდა შენ რომ აი რაღაც უცნაური ხარ რაღაცა უცნაური ნუ თუ გაგიზიარებიათ ხო ზოგი პირიქით გიყურებდა თქვენ და ჯეროდა თქვენი ნათქვამის და ფიქრობდნენ რომ ნუ ნახოთ რა ვიცი რაღაც ისეთ თვითდაჯერება აქვს ამ გოგოს რომ შეიძლება ნუ ადამიანს მოდით ასე ვთქვათ რომ აი თითქოს
მოდით ასე დავარქოთ, უცნაურობა, რომელიც იყოს სხვებისთვის უცნაური. თქვენ მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, მე აქ და რაზეც ვსაუბრობ, მე კი ბატონო, ხო? ანუ, აი ზუსტად, ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ სურვილის, რასაც თქვენ დაწერთ, ხო, იმ დღეს აუცილებლად აგისრულდებათ, იმიტომ რომ ანუ ეს ზუსტად გაგიხსნის თქვენ იმ თქვენს ჩანაფიქრს რა, აი ნახეთ, აქაც გოგო ზის და ანთებს სანთელს და რვეული უდეს და წერს. ნუ მე ახლა ჩემ კურსებზე ვასწავლი ხოლმე, როგორ უნდა დაწერო აი მადლიერების დღეური და პლუს კი სწორედ უნდა, როგორ უნდა დაწერო სურვილი, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ის კი არა, მე მინდა რომ მქონდეს თქვა რაღაც. არა, ესე არ მუშაობს, მაგრამ აი აქ თქვენ ან იცით, ან ისწავლით, რა ვიცი მე, შეიძლება თქვენ ჩვენთან მოხვალთ სკოლაში და სადაც გასწავლეთ აუცილებლად, როგორ უნდა დაწერო შენი სურვილი, იმიტომ რომ ეს არის შენთვის მნიშვნელოვანი, აუცილებლად თქვენ ამ პერიოდში, რასაც ჩაიფიქრებ, უნდა აგისრულდეს ყველა ვარიანტში უეჭველი რა. რასაც შენ ჩაიფიქრე. რა მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს სამყაროს შენთვის, რა მნიშვნელოვანი გზავნილი. აი ის არის, რომ შენ თვითონ რასაც უკვე ხატავ, შენ უკვე ნახат, ეს აუცილებლად ასრულდება. ნახат, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ შენ აი თითქოს შეგიძლია მოგეცემა საშუალება, რომ შენ შექმნა შენი ცხოვრების ახალი ვერსია. გამიგეთ, რომ უკვე თქვენ აი განახლებული რა, რო იტყვიან რაღაცას, განახლებულს გააკეთებთ თქვენ. ანუ უფრო კარგ, უფრო ლამაზ ვერსიას რა. აი ახლა აქ რა ვიცი მე ახლა დაწვრილებეთ, ნუ ზოგი შეიძლება იცის რა, ანუ ხა ჩემ გოგოები ყველა ვარიანტში იციან, რაზეც საუბრობ ახლა. იმიტომ რომ ახლა აქ უკვე გამიგრძელება ძალიან ვიდეო, რომ აგიხსნათ, თუმცა პრინციპში ახლა ახალი რეალობა რა არის? ანუ შენ ახლა ნახეთ, აქ არის უკვე სამიანი, ორიანი ეს როცა მე აი აქ ორიანი, როცა მე ვფიქრობ, როცა მე რაღაცას ვგეგმავ, როცა მე აი შეიძლება თქვა даже არ მჯეროდა, ხო? აი აქ მაინც არის ეგეთი ენერგია რა, მაგრამ მაინც მე ვაკეთებდი, ხო? აი აქ უკვე თქვენ გადადეხართ მესამე ენერგიით, ამიტომ ეს ახლა პენტაკლების ეს უკვე რაღაცას მე უკვე ვაკეთებდა. ანუ აქ ეს უკვე იქმნება რაღაცა და ამიტომ გეუბნებიან, რომ შენ პრინციპში უკვე რაც დაიწყე, რისი და ნუ ხატვაც დაიწყე შენი რეალობის, ეს აუცილებლად უკვე შენ ცხოვრებაში კი შემოვა, ნახეთ მოხსნა იგივე, შემოვა, აუცილებლად გაოცებული იქნები, იმით რომ ანუ ეს არის ნახეთ როგორ ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა ისეთი აი ფიქრები სულ ერთი და იგივე აი უცბად რო გითხრათ რა და უკვე ეს არ მუშაობს, ნუ წუწუნი, აი ყველაფერი ცუდად არის, ფული არა, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლება, ხალხი ცუდია, მეზობლები ცუდია, ესე ნუ აი ეს ჩვენ ასე ვცხოვრობდით, გაუშვათ აი ამ აზრები დიდი ხანი ეს არის ნუ იყო და მშობლებისგან, ბებიებისგან, რა ვიცი, ბაბუებისგან რაღაც ეგენი იყო თქვენი და ეხლა უკვე ნახეთ, რა თქმა უნდა შენ როცა ამაზე ფიქრობ, უკვე შენ შენი ტვინი მიჩვეული არის და იღებს მხოლოდ აი ამ უარყოფით ენერგიებს და შენ იმიტომაც ცხოვრობ თქვათ ეხლა ნუ არა სასიამოვნო. ეხლა თქვენ თუ დაუშვათ, აი აქ შეცვალეთ ეს თქვენი ფიქრები, თქვით რომ მე აღარ მინდა მასე ვიფიქრო და გადახვედით სხვა აფირმაციებს, თქვენ ტვინს უკვე სხვანაირ აფირმაციებს აჩვევდით, პლუს შინაგანი თქვენი უკვე მდგომარეობა, თქვენ უკვე ისწავლით, რას ნიშნავს, რომ მე ვიგრძნო, რომ ჩემი ახალი რეალობა უკვე არის სხვანაირი, მე ვიცი იქ როგორ უნდა შევიდე, ეს ვიცი რას ნიშნავს, აი აქ გეუბნებიან, რომ უკვე შენ ნამდვილად ეხლა მიიღებ იმას, რასაც შენ უკვე ქმნი, რასაც შენ ხატავ, ასე რომ ვთქვათ, ხო, შენ ზგონებაში უკვე გამოვლინდება, უკვე რაღაცა მომენტები რა, ანუ უკვე დაინახავ შენ იმ შენ ახალ რეალობას რა, რომ რაღაცას უკვე კი არა, ბევრ რამეს უკვე აი ძვრა რო იტყვიან დაიწყება რა და უკვე შენ დაგანახებენ, რომ შენ იმიტომ რომ აქ არის როგორ რო დავიწყეთ, ხო? ანუ მე ვფიქრობ,
მაგრამ რაღაც არაფერი არ ხდებოდა. ყველა ელოდება, ყველა გიყურებს, ყველა მგონია როდის რანაირად ეს ამბობს ერთს და ჯერ არაფერი არ ხდება. აი ზუსტად ეს მომენტი არის აქ, რომ უკვე დაგანახავენ. სამყარო გეუბნება, რომ შენი გზავნილი მიღებული არის უკვე და უკვე დაგანახავ. შენი რიგი მოვიდა რა რო იტყვიან, აი ესეთი რამე რა. რა არის აუცილებელი რა, აი რა თქვათ შიშები ხო, რა რწმენები, რა თქვათ ეხლა ნუ შეიძლება ურთიერთობა, რა ვიცი, რაღაცები რა უნდა დატოვო შენ უკვე წარსულში. აი ვნახოთ რა უნდა დატოვო. აჰა. აი ეს შენი ძველი ვერსია. აი შენი ძველი ვერსია უნდა დატოვო. ანუ უკვე რაზეც შენ ნამდვილად აი ეხლა ნახეთ პენტაკლების დედოფალი არის საერთოდ ქალი, რომელიც აი სტაბილურობა უყვარს, ხო, როგორც ენერგია რო ავიღოთ ჩვენ, ანუ შენი სტაბილურობა, შენი აი ზუსტად ის შენი რწმენა, რომელიც გქონდა, ნუ რაზეც ახლა ვისაუბრე რა, აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ პრინციპში ნუ ვინც ვიყურებ, თქვენ იცით რომ მე ჯერ ლაპარაკობ, მე არ უბრალოდ მიდასტურებს რა. და ამიტომ მაგაზე არც ვისაუბრებ რა. კი, აი უნდა გააჩერო შენი თუ რამე გქონდა ეს ძველი შენი რწმენები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება რომელიც იმიტომ რომ ეგენი უკვე აღარ გემსახურება, თუნდაც ეს შეიძლება ფინანსებში, შეიძლება ცხოვრებისეული თემებში, უკვე უნდა დაასტოპო რა, ნახეთ გეუბნებიან, უკვე უნდა დაასტოპო, მორჩა, გააჩერო რა. ანუ შენ სიტყვაზე ფულის მართვაზე როგორ ფიქრობდი, ნუ აი მიხვდეთ რა, რაც იყო, უკვე ეს სტაბილურობა აღარ არა, უნდა გადახვიდეს სხვა უკვე ძველი უნდა გაუშვა. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რა შესაძლებლობა იხსნება შენს წინ. რა შესაძლებლობა? პირველ რიგში ნახეთ, რომ აქ შესაძლებლობა მოდის თქვენთან ისეთი, რომ ყველაფერი შეიცვლება, კრეატიული ენერგიები შემოვა თქვენთან. აი შეიძლება სულ სხვანაირად, აი რაც არ გამოდიოდა თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერი გამოგივათ. აქ თუ დახმარებას ვერ იღებთ, დახმარებაც მოვათ, ან მოვა მაღალი ძალებისგან. აქ თუ დაუშვათ ახლა, ნუ აი იცვლება, მოდით აბა მაინტერესებს მაინც ეს რა ქვია. კი. ანუ ნახეთ, აქ შეიცვლება სიტუაცია ზუსტად ის, რომელიც შეიძლება даже გაჩერებული იყო, ის როცა თქვენ აი თქვა შეიძლება ძალა არ ყოფნით, შეიძლება დაღლილი იყავით, შეიძლება აი შეიცვლება ეგ სიტუაცია ყველა ვარიანტში და უფრო დაჩქარდება, დაჩქარების ენერგიები წამოვა რა. აი თითქოს აი ბედიც ზოგს ახავში იმიტომ თქვი რომ აი შეიცვლება, კი აბსოლუტურად სხვათა შორის, ანუ ის რაც თქვენ რაშიც თქვენ ნაკლებობას გრძნობდით. აი დაუშვოთ ახლა რა შესაძლებლობა მოდის, თუ რამე კრედიტები გქონდა, თუ რამე თქვა ცეცხლები გქონდა, თუ რამე თქვა იყო, ანუ სიტუაციები, რომელიც შენ თქვა გათხრებდნენ არა წინ, მოდით ნახეთ ახლა როგორი მომენტი არის ეს რა ქვია, ხუთიანი პენტაკლების, ანუ თქვა თუ ნუ ფული არ ქონდა, ჯანმრთელობის პრობლემები თუ ქონდა სიტყვაზე, ხო? ანუ აი როგორც გითხარით, კრედიტების ცეცხლები, რაღაცები, აქ სიტუაცია შეიცვლება აუცილებლად, ნუ ჩაიფიქროთ სწორედ ახლა როგორც უნდა ჩაუთქვათ და აუცილებლად შეიცვლება ეგ სიტუაცია. მე მაგას ტექნიკა, მაგას აუცილებლად ვასწავლე, კი? აქ მიდის ეს ყველაფერი, ეს სირთულეები და ეს ყველაფერი თქვენ გამოდიხართ, თქვენ რაღაცა იცით როგორ ხართ, აი თითქოს სხვანაირად შეხედავთ ყველა სიტუაციას, რაღაცას ისწავლეთ უფრო და აი თითქოს ეტყვით ევრიკა რა, ეს არ მეგონა თუ მასე ადვილი იყო ეს ყველაფერი, აი შეიძლებოდა რომ აი ეს ესეთი აი სტაბილურობა როგორიც აი სხვანაირი სიტუაცია, დასტაბილურდება სიტუაციები, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან მტკივნეული, თქვენ მაგას აუცილებლად აი შეცვლით, შეიცვლება. კარგით, ანუ მიხვდეთ ხო, რომ აი ცვლილების შესაძლებლობა გეძლევა თქვენ რა. იმ ნუ სად უკვე გითხარით, всё აღარ გავიმეორებ. და აბა ვნახოთ ახლა სად უნდა მიმართოთ. ახლა თქვენი ენერგია სად უნდა მიმართოთ და სად უნდა მიმართოთ და რა თქმა უნდა რაღაცა ცოდნაში სხვათა შორის, რაღაცა აქ არის ახლა ისეთი ენერგია, როცა უკვე კი.
უნდა გაიგოთ, რომ თქვენ უკვე არ უნდა გაჩერდეთ. თქვენ უკვე ისედაც ბევრი რაღაცები გააქვთ ნასწავლი, ბევრი გააქვთ გამოცდილება. ამიტომ ეხლა მოვიდეთ დრო იმისთვის, რომ თქვენ რაც უკვე იცით, რაც უკვე ისწავლეთ, გამოიყენოთ თქვენთვის სასარგებლოდ. კი. კი. პლუს კიდე ნახეთ, აქ გვეუბნებიან რაზე? ნუ ჩქარობთ, მშვიდად, წყნარად. აქ არის კიდე როგორი მომენტი არის, იცით? სფეროზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, უფრო ეტყობა საქმეზე აქ ლაპარაკი რა. აკეთე ის, რაც შენ მოგწონს, რასაც შენ შეიძლება უარსეობნებოდეს შენს თავს. შეიძლება დაუშვათ სადმე წასვლა გინდოდა ვერ მიდიოდე. შეიძლება რამის სწავლა გინდოდა ვერ სწავლობდე. შეიძლება ვაფშე წასვლა გინდოდა შენი პარტნიორიდან და ვერ მიდიოდი, რაღაცას უგაჩერებდა, ხო? და შენ ახლა უკვე მართლა ახლა შეიძლება ისეთი სიტუაცია მოხდეს, გაუსაძლისი, რომ მართლა გაიქცევე. იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდე ხვალზე, ხო? აი ეს სიტუაცია შეიცვლება, აუცილებლად შეიძლება, იმიტომ რომ უნდა უკვე შენ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. ყველა, აი ხო, აი თუ დაუშვათ ახლა ნერვიულობდი, თუ დაუშვათ იყავი ახლა, აი აქ თუ დაუშვათ შენ გქონდა მომენტი, რომ განკორწინება გჭირდებოდა, მაგრამ მაინც ფეხსით რევდი, აი აქ უეჭველი გეუბნებიან, რომ უკვე უნდა დასვა წერტილი და იმიტომ რომ სიტუაცია ისეთი იქნება, რომ უკვე გაუსაძლისი გახდება, ვეღარ გაჩერდები რა. პლუს კიდე თუ შენ გიყვარს წუწუნი, თუ შენ გიყვარს ვთქვათ ახლა აი ურთიერთობებში რა, ნამდვილად შეცვალეთ მიდგომა რა, აი ეს რომ კი, შენ შეცვალეთ რა. დაასრულეთ ეს ნერვიულობა, დაასრულეთ იმ ადამიანზე ფიქრი, ვინც ნამდვილად ახლა თქვენ არ გირჩევთ, იმ ადამიანზე, რომელიც ნამდვილად ვისაც თქვენ არ სჭირდებით, ვინც არ მოდის თქვენთან, ვინც არ გირჩევს, ვინც არ გთავაზობს არაფერს, ამ ადამიანზე თქვენ უკვე უნდა დაასრულოთ ფიქრი რა, ყველანაირად, მაქსიმალურად უნდა დაასრულოთ ფიქრი, იმიტომ რომ არ არის ეგ არ მუშაობს ახლა საუკუნეები, რომ ზიხარ და ელოდებით იმას, ვინც არცაპირებს დაბრუნებას და ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, წარმოიდგინეთ, რამდენი არის ადამიანი, რომ აი ზის და ცხოვრობს თავისი ცხოვრობით მშვენივრად. კარგად და ის მეორე ზის და იმას ელოდ ზის ახლა ერთი ზის მეორე მოქმედებს რა, მაგრამ თავისთვის სასარგებლოს და აი ეს ტყვილი ელუზიები რო გაქვთ, რომ არიქა და ადამიანი მოვა ადამიანი რაღაცას იზავს, აი ეს თუ არ არის უკვე არაფერი და თუ არ არის არ ძვრა, არც ენერგიები აღარ არის, ადამიანი არ გამოჩნდა, თუ ადამიანი მაპატიე და არ მოკვდა, ხო, მაგას ყოველთვის შეუძლია რომ შენ რაღაცნაირად გაგაგებინოს, რომ შენ მას სჭირდები, ხო? ან თუ ამნეზია რა დაემართა იმ ადამიანს რა. ნუ რა ვიცი, თუ ტყეში არ არის მარტო მგლებთან თუ არ ცხოვრობს, ხო? ნუ სხვა შემთხვევაში ადამიანს ყოველთვის შეუძლია რომ შენ გაგაგებინოს, რომ შენ მე ვთქვათ მახსოვ ხარ, მჭირდები, ნუ რაღაცა, თუ ადამიანისგან არანაირი ძვრა არ არის, ხო? ნუ თქვენი არჩევანია, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ ახლა გეუბნებიან, რომ გამოდი რა, იმიტომ რომ აზრი არ არის რა. აი მე დამიჯერეთ, მე თუ არ დამიჯერე, აგერ ტაროს დაუჭერეთ თუ გინდა. ანუ ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ნუ გეუბნებათ, რომ დააკვირდე აუცილებლად და რა შეიძლება შეგიშალოს ხელი რა. აი ზუსტად შენ ის რომ შენ თუ დაუშვათ შენ ინტუიციას თუ არ დაუჯერებ რა, იმიტომ რომ აქ არის თქვენ გაქვთ უძლიერესი ინტუიცია რა, ამიტომ თქვენ უნდა აუცილებელია რომ შინაგანი, აი თქვენი შინაგანი ზუსტად დაბრყოლებები რომ არ იყოს რა, იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ ახლა კარნახობს თქვენი ინტუიცია და გეუბნება რომ ნუ დაასრულე თქვათ ხო ეს სამსახური, დაასრულე ეს ურთიერთობა, დაასრულე თქვათ ეს ანუ რა არის, მე კი არ გიბიძგეთ, აი დაუშვათ ახლა ურთიერთობაში არის ყველაფერი ნორმალურად, ნუ მოხდა რაღაცა პატარა ჩხუბი თქვათ, დაშორდნენ ერთი დღე, ორი დღე, ნუ კაი იყოს ერთი კვირა და 100 წელი რასიცვე და ერთი თვეც რო იყოს, შეიძლება და 3 თვემდეც ოკეი გავქაჩეთ, მაგრამ უკვე იმის მერე არის სისულელე, მithumet ურთიერთობაში კი არიან დაბრუნებები, ყველაფერი ეს რა თქმა უნდა არის, მაგრამ მაგას აქვს თავი სხვა სიტუაციები, სხვა მომენტები, მაგრამ
თუ უკვე შენ ხვდები რომ არაფერი არ არის არანაირი აბსოლუტურად ადამიანი არ ჩანს საერთოდ შენ ჰორიზონტზე даже უკვე შენ სტორებსაც აღარ უყურებს არ შენ სურათებს აღარ უყურებს არა აი всё მორჩა ну ეხლა გეუბნებით რა და შენ ინტუიცია გეუბნება რომ დაასრულე всё მორჩა აი აქ უნდა დაასრულო იმიტომ რომ კი იმიტომ რომ შენ თვითონ უნდა აი ეს თუ შენ არ გჯერა შენი სულის თუ შენ არ ჯერა შენი ინტუიციის ეს რა თქმა უნდა შენ შეგისლის ხელს იმიტომ რომ ну ძალიან ესეთი რაღაცა ამ ყველაფერში ну შედეგი ვნახოთ ახლა რა გელის თუ ამ გზავნილს მიიღებს რა გელის შენ სულ ყველა შენი სირთულეები დამთავრდება ყველა შენი სირთული დამთავრდება გააცილებ კარგად აი თქვათ რომ ზეიმი გექნება ზეიმს მოაწყობ და გააგრძელებ ყველაფერი წავა და გააგრძელებ აი ნახეთ ასეთი ბედნიერებაში შედიხართ რა დასრულდება რთული პერიოდი და შენ ცხოვრებაში შემოდის ასეთი ბედნიერება გამიგეთ ნუ ეს არის პრინციპში ნახეთ ეს კი ბატონო იმიტომ რომ ტრანსფორმაცია გაიარეთ ნუ გეშინიათ და ეხლა ნახეთ კიდე აი თქვენ რო გაუშვებთ თუნდაც ეხლა ამ ადამიანს ნახეთ მე რო გელაპარაკებოდეთ მაინც ეხლა ურთიერთობაზე უფრო მეტი აქცენტი მოდის აქ არის ორი ვარიანტს მაჩვენებენ რომ მაგრამ ეს არ იქნება ვარიანტი იმისთვის ვინც ეხლა აქ რა ვიცი რაღაცას მიათრევს აქ საუკუნე ხო როცა შენ უშვებ ყველაფერს ხო ცუდს ასე წოდებული ცუდი და კარგი არ არის მაგრამ ნუ დაუშვ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ არის მაგრამ დაუშვებ შენ უშვებ შენი ცხოვრებიდან შენი გონებიდან ანუ ენდობი ღმერთს მაქსიმალურად რომ ვარ მინდობილი უფალზე უფალო წაიღე ჩემი სულ ყველა პრობლემები სულ ყველა ჩემი ანუ როგორც პატარა ბავშვი რომელიცაც აი სჯერა დედიკოსია მამიკოსი ხო და ბარდება რო თქვა დედიკომ რო თქვა აი იმიტომ არის აი კარგი და ამიტომ თქვა ეს გავაკეთე ხო იმიტომ რომ ჯერა დედიკო ბავშვთვის არის ღმერთი და მამიკოსი იგივე ხო ну მე ვიძახი ჯანსაღი თემა მაგ თუმცა პრინციპში ну ამაზე გავჩერდეთ აი ასე უნდა ჩაბარდე ღმერთს რა რომ მე შენ გაბარებ ჩემ პრობლემებს, შენ გაბარებ ჩემს სიხარულს, შენ გაბარებ ჩემს სიუხვეს, შენ გაბარებ ჩემს ვალებს თქვათ, ხო? ანუ ღმერთს ვენდობი და შენ უფრო უკეთ იცი რა არის ჩემთვის კარგი. აი როცა იჭედებით, ხო? თქვენ დაუშვით სიტუაცია, აი ეს გაუშვით რა, მიენდეთ ბოლომდე, მიენდეთ რა. მაგრამ გულით ის კი არა რომ თქვათ, ხო მივენდე, მაგრამ არაფერი არ ხდება, რას ქვი არ ხდება, ეს იგი არ მიენდე. ხო? აი ზუსტად ამას შენ რო გააკეთებ, ეს შენი სირთულეები წავა და რატო ვთქვი ორი ვარიანტი. აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდება, ან თქვენს პარტნიორში მაგ დროს, იმიტომ რომ გავუშვი, აღარ ვფიქრობ უკვე. იმიტომ რომ შენ რო პარტნიორზე ფიქრობ, შენ მაგას ენერგიით ყვებავ, შენ არ აძლევ მაგას საშუალებას, რომ იმან გამოიაროს ეს ტრანსფორმაცია, გამიგეთ? აი ეს შეიცვლება და შეიძლება აქ იყოს даже დაბრუნება. მაგრამ ან დაუშვათ შენ თვითონ სხვანაირად უკვე განთავისუფლდები თვირთებიდან შენი გული შეივსება ისეთი სიყვარული და ისეთი სიხარულით რომ აქ ნამდვილად დამთავრდება რაღაცა შეიცვლება სიტუაცია შენთან ურთიერთობაში და შემოდის აქ აი ძალიან მაგარი ადამიანი შენთან კი ბატონო ну შეიძლება შენი პარტნიორიც იყოს ეგ ხოლოდ იმანაც ბევრი რამ გამოიარა ბევრი რაღაცა იმუშავა თავის თავზე მიეცე საშუალება ენერგიით არ გაუშვი და აქ არის ის ალბათობა რომ აქ შეიძლება ადამიანი მოდის მაგრამ იმან უკვე მოდის სულ სხვანაირად შეიძლება საჩუქრებითაც მოდის შეიძლება უკვე გადაფასება გააკეთე და მიხვდე რომ შენ ხარ ის ადამიანი შენ ხარ მისთვის ეს უძვირფასესი ქალი რომელთანაც ნამდვილად ნუ უნდა რომ გააგრძელოს თავისი ცხოვრება და ნამდვილად უნდა შენთან ერთად იყოს ეს ადამიანი. აქ პენტაკლებიც მოვიდა, პენტაკლების ის და ისეც რა ქვია.
ხო, ადამიანი, რომელიც ნახეთ, აპირებდა და ვერ აკეთებდა, მარტო გითვალთვალებდა და უყურებდა მხოლოდ იმას შენ რას აკეთებდე, გამიგეთ? უფრო შენ რო მუშაობდი შენ თავში, შენ ცდილობდი, ის მარტო გიყურებდა, მარტო თქვა ცდილობდა, მაგრამ რო გითხრათ, რომ ძალიან ხა მონაწილეობას იღებდა, არა. აი ეს ადამიანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს ვინც კი ну ეხლა გულით თუ გიყვართ ადამიანი, აი ზუსტად აქ ხო გითხარით საჯარო გაშლა არის ორი ვარიანტს გაძლევთ მე თქვენ. შეიძლება აქ თორე ძალიან დიდი წარმატება შეიძლება იყოს თქვენ შვილებზე თუ გაქვთ შეფიქრებული შვილებზეც იგივე სიტუაცია შემიძლია გითხრათ, მაგრამ აქ ზოგთან მოდის ახალი სიყვარული. თუ იწყებთ ახლა არ მინდა, ეს თქვენი პრობლემაა. მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ თქვენ მოერიეთ ძალიან დიდ რაღაცას და ეს ახალი რამ. ну ზოგთან არის ახალი გაცნობაც არის, ვისიც აქტუალურია კი გოგოებო, მაგრამ თხოვთ იმ შემთხვევაში, ვინც ნამდვილად ისწავლა, ვინც ნამდვილად შეცვალა რაღაც სიტუაციები. კი, და ზოგისთვის იქნება განახლებული სიტუაცია. ანუ თქვენ პარტნიორი რაღაცას გაიგებს, რაღაცას შეცვლის და თქვენ რო იქნებით აი ძალიან კმაყოფილი იმით, რაც თქვენ გააკეთეთ, ძალიან რა. აქ ქალური ენერგიებიც რა თქმა უნდა იხსნება, უკვე ვიღაცას ეხსნება, დამთავრდება მარტოობა, დამთავრდება ეს ნერვიულობა, დამთავრდება ეს გაუგებრობები და რაღაცები და დამთავრდება კი აქ ვიღაცასთან მოვა ახალი სიყვარული ან განახლებული, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. всё, ჩემო ლამაზებო, მე ვფიქრობ ძალიან კარგი საინტერესო გაშლა იყო. გელოდებით კომენტარებში რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა და მე გისურვებ თქვენ რა თქმა უნდა ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს, ჩემო კარგებო და ვისაც პრაქტიკები გინდათ, მოდით ჩვენთან ქალთა სკოლაში, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და დაგეხმარებათ, ვიცი აუცილებლად მედიტაციებიც და პრაქტიკებიც.